პირველ რიგში მე მინდა მიმართო საქართველოს მოსამართლეებს და მათ მიმოვოცო ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა და რომელიც არის მხოლოდ პირველი ეტაპი იმ დიდ რეფორმაში, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ და მთავრობამ წარმოაჩინა მართლმსაჯულების თავისუფლებისათვის. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. დღეიდან ეს იმყოფება პრეზიდენტთან ხელმოსაწერად და მე იმედი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმა არის პოზიტიური და კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს და ამით კიდევ ერთხელ საკუთარი თავის მარგინალიზაციას არ მოხდეს. ეს რომც ასე მოხდეს, ჩვენ გვაქვს ყოველთვის იმისთვის, რომ ეს ვეტო დავუძლიოთ. დღეს იქნება თუ ხვალ ეს კანონი შევაძალოში, ამას წინ ვეღარაფერი ვეღარ დაუდგება და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს პარლამენტში 6 წევრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისთვის ღირსეული კანდიდატების შერჩევა და არჩევა და რაც მთავარია, ქართულ მოსამართლეებს მინდა უთხრა შემდეგი. მათთვის დგება გადამწყვეტი ისტორიული მომენტი, რომ მათ ჩაატარონ მოსამართლეთა კონფერენცია თავისუფალ პირობებში, ჩვენ კენჭისყრაიციანად დავხურეთ მათთვის კანონის ძალით, რომ მათ თავისუფალ პირობებში საკუთარი ნების შესაბამისად ხელმძღვანელობის კონტროლის მიღმა აირჩიოდეს, ვინც მიაჩნიათ, რომ იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი ღირსეული წარმომადგენელი. მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც ამ კანონის შედეგად ჩატარდება, არის ქართველი მოსამართლეებისთვის თავისუფლების ბოლო შანსი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამ ბოლო შანსს თავისუფლებისა გამოიყენებენ ისე, როგორც უნდა გამოიყენონ და საქართველოს ძალიან მალე ეხურება ღირსეული და რეალურად ეფექტიანად მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენ ამით გავაკეთეთ სულ 5 თვეში ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გააკეთა 9 წლის განმავლობაში. 9 წლის განმავლობაში ფეხბურთს ითელებოდა მოსამართლის ღირსება, ჩვენ ვცდილობთ ეს ღირსება დავიცვათ და იმ მოსამართლებსაც კი, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ერთი ან მეტი დაუსაბუთებელი და საზოგადოებისთვის მტკივნეული განაჩენი მიღებული, მათ მივცეთ შანსი, რომ დაიბრუნონ სახე და დაემსგავსონ მოსამართლეებს. თუ კი მოსამართლეთა კორპუსი გადაწყვეტთ, რომ ამა თუ იმ მოსამართლის ადგილი არ არის მართლმსაჯულებაში, ეს უკვე მათი საქმეა. მართლმსაჯულების რეფორმა გაგრძელდება, ჩვენ რეფორმას ჩავატარებთ უკვე სადისციპლინო პროცედურებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით უფრო ღრმა რეფორმა უნდა ჩატარდეს მომავალში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჭიროებს აუცილებელ რეფორმას. რაც შეეხება პროკურატურის შესახებ კანონს. ჩემი მონაწილეობით წინა წლის ოქტომბრიდან, როცა ჯერ კიდევ ჩვენ ვიყავით ქუთაისში, ბატონი არჩილ კბილაშვილის, ბატონი შალვა შალგულიძის, ბატონი ვახტანგ ხმალაძის, თინა თიხიდაშვილისა და სხვების, მათ შორის ჩემი მონაწილეობით, ოქტომბერში ჩვენ ქუთაისში მხოლობრივად გავიარეთ და შევქმნით ის კანონპროექტი, რომელიც შემდეგ დახვეწა და გააუმჯობესა ბატონმა კობა დავითაშვილმა. ეს კანონპროექტი დღეს იხილება პარლამენტში და მე მინდა მივესალმო ამ კანონპროექტს და იმედი მაქვს, რომ ის ძალიან მალე კანონად იქცევა, რადგან ამით საფუძველი ჩაეყრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის განუსაზღვრელი უფლებების შეზღუდვას. ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე საქართველოს იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება პროკურორი, რადგან არ შეიძლება მე ამას ოქტომბრიდან ვამბობდი და დაუგვიანდა პარლამენტს ამ კანონის განხილვა, რომ პოლიტიკური ფიგურა იყოს აგრეთვე სისხლის სამართლებელი მდევრები. ეს არის ადეიშვილის მიერ საკუთარი თავისთვის შექმნილი კანონი და ის უნდა გაუქმდეს. თუმცა მე მინდა მიმართო პროკურორებს, ჩემს კოლეგებს, ამჟამინდელს და საზოგადოებას და უთხრა, რომ იუსტიციის მინისტრი მომავალში შეინარჩუნებს კონტროლს პროკურორებზე და მათ საქმიანობაზე. არც ერთ პროკურორს არ მიეცემა საშუალება იუსტიციის მინისტრის ზედამხედველობის ქვეშ დაარღვიოს მოქალაქის ინტერესი. ის ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელსაც მე ახლა ვიმუშავებ და გავხდი მალე საჯაროს, ჯერ შიგნით
კორპუსის და შემდეგ საზოგადოებისთვის იქნება მიმართული იქითკენ, რომ ადამიანის უფლებებს იცავდეს პროკურორი და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ადეიშვილის პროკურორის ფენომენი საქართველოში. მე მინდა მივულოცო ქართველ დამსაქმებლებს და ქართველ დასაქმებულებს და ზოგადად ჩვენს საზოგადოებას შრომის კოდექსის მიღება. ჩვენ გვაქვს შრომის კოდექსის რეფორმის პირველი ეტაპი სახეზე და მივიღეთ რეალურად დაბალანსებული ტექსტი, რომელში მონაწილეობაც მიიღეს ბიზნესმენებმა, პროფკავშირებმა და მიიღო საერთაშორისო შრომის ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ეს არის კოდექსი, რომელიც აკრძალავს დამსაქმებლის მიერ უმოტივოდ, თვითნებურად ადამიანის სამუშაოდან დათხოვებას. ეს არის ელემენტარული პრინციპი, რომელსაც იზიარებს მთელი ევროპა და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ევროპული საზოგადოება ეს პრინციპი ჩვენც უნდა გვესმოდეს და ვიზიარებდეთ მას. დასაქმებული ადამიანი უნდა იყოს შეძლების დაბარად დაცული, თუმცა მე და ჩვენი მთავრობა შევდგავართ იმ აზრისგან, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს სოციალისტური შრომის კოდექსი. ეს კოდექსი არის დაბალანსებული, ის არც უსაზღროდ იცავს დასაქმებლის უფლებას და არც უსაზღროდ იცავს დამსაქმებლის უფლებას. მე მინდა შევეხო საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემას, ეს გახლავთ ახალი პირადობის მოწმობები, რომელსაც წინა ხელისუფლებამ ბარბარიზმით აიდი ბარათი უწოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირადად ჩართული ვიყავი შიდა უწყებლის კვლევაში და დავადგინე ყოველი ის ინფორმაცია და ინფორმაციის ნაწილი, რომელიც არის დაცული ამჟამინდელი ახალი პირადობის მოწმობის, ანუ აიდი ბარათის ეგრეთ წოდებულ ჩიპზე. ეს გახლავთ ის ინფორმაციები, რომელიც თვითონ აიდი ბარათზე წერია, პლუს მოქალაქის მისამართი. მეტი არაფერი აიდი ბარათის ჩიპზე დღეს შენახული არ არის. ჩემი გადაწყვეტილება და რომელსაც საქართველოს დღევანდელი მთავრობაც იზიარებს, რომ მეტი დამატებით ინფორმაცია აიდი ბარათის ჩიპზე არ უნდა შეინახოს. წინა ხელისუფლებას ჰქონდა გადაწყვეტილი, რამე ძალიან მალე, როცა ამის მომენტი დადგება, შესაბამის როლიქს, ანუ ვიდეო რგოლს გამოვაქვეყნეთ, ეს ალბათ პირველ რიგში ჟურნალისტებს დაგაინტერესებთ, თუ რას გეგმავდა წინა ხელისუფლება, რომ აიდი ბარათის ჩიპზე მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ის ინფორმაცია, რაც დღეს ამ ჩიპზე ინახება, არის ჩემი გადასახედიდან საკმარისი, ეს გახლავთ გვარი სახელი, დაბადების ადგილი, თარიღი, პირადი ნომერი და ის მისამართი, რომელიც აიდი ბარათზე აწერია, ჩიპზე არის შენახული. მეტ ინფორმაციის შენახვას ეს ჩიპი არ საჭიროებს. ამ კვლევის შედეგებით, თუ რას მოიცავს დღევანდელი აიდი ბარათი, რა ჰქონდა დაგეგმილი წინა ხელისუფლებას, მაგრამ ვერ მოასწრო, მე მომავალ დღეებში მიმართავ სინოდს, წმინდა სინოდს და მათგან მოვითხოვ უკვე რელიგიურ შეფასებას ამ მონაცემების და მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, რომელიც მე არ გამაჩნია, იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს და ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენას. მე აგრეთვე იგივე შეკითხვით მინდა მიმართო რელიგიურ უმცირესობებსაც, თუ კი მათ სურთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრიც მიაწოდონ სახელმწიფოს. მას შემდეგ, რაც იქნება მიღებული პასუხი, ჩვენ პარალელურად უკვე დასრულებული გვექნება მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მოქალაქეების განწყობების შესახებ აიდი ბარათთან დაკავშირებით და შეგვეძლება ზაფხულისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მე მინდა შევეხო და შემდეგ შეკითხვებს გავცემ პასუხს ორ საკითხს. პირველი ეს გახლავთ იუსტიციის სახლები, რომელთა მშენებლობაც ზოგიერთი დაწყებული, ზოგიერთი დაგეგმილი მეფობდა მემკვიდრეობად წილად. ის იუსტიციის სახლები, რომლებიც არის დაწყებული ან საძირკველია ჩაყრილი, ან კედლები ამოყვანილი,
ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მათი მშენებლობა დასრულდეს. გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც აღმოჩენილი იქნება შეუსაბამობა იმ უმთავრეს პრინციპთან, რომელსაც ქვია ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. მე ამჟამად ვაწარმოებ კონსულტაციებს ჩემს კოლეგა კულტურის მინისტრთან და თუ აღმოჩნდა მაგალითად, რომ მცხეთის იუსტიციის სახლი შენდება იქ, იმ ლანდშაფტში და ადგილას, რომელიც დაცულია იუნესკოს მიერ შემუშავებული წესებით, რადგან თქვენ ცით მცხეთა არის იუნესკოს სიაში, თუ ეს ასე დადგინდება, მე რა თქმა უნდა მომიწევს მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის იუსტიციის სახლის აშენების შეწყვეტის და უკვე ამოყვანილი კედლების კონსერვაციის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მე ჯერ არ მიმიღია, როგორც გითხარით, კონსულტაციებს ვაწარმოებ, რადგან მე არ ვიქნები ის იუსტიციის მინისტრი, რომელიც ხელყოფს იმ საუკუნოვან ქართულ კულტურას, რომელიც მცხეთაში არსებობს. ამიტომ მე ვიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მკაცრად იქნება შესაბამისობაში ქართული კულტურის ინტერესთან და იმ ადგილს არ დააზიანებს, სადაც ჩვენი ხომას საუკუნეების წინ სულიერი აყვანი დაიწყო. ბოლოს, ჩვენ საზოგადოებას ძალიან მარტივად აინტერესებს იპოთეკების თემა. საჯარო რეესტრის მონაცემები დღეს საქართველოში ძალაშია 200,000-მდე საიპოთეკო ხელშეკრულება. ეს ეხება როგორც მინიმუმ 200,000 ადამიანს, თუ არა მეც, თუ არ ჩავთვლით, თუ მიანგარიშებთ იმას, რომ ყველას უკან დგას ოჯახი. ჩვენ შევქმნით ჯგუფი იუსტიციის სამინისტროში, რომელიც მუშაობს არა რომელიმე კონკრეტულ იპოთეკართან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელიმე კონკრეტულ მევალესთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, არამედ მუშაობს ზოგადად მევახშეების მიერ ჩადენილი უმსგავსო საქციელის მიმართებაში მკაცრი რეგლამენტაციის დაწესების მიზნით. ჩვენ მუშაობთ ამ რეგლამენტაციებზე და ძალიან მალე მე მთავრობას წარუდგენ საკანონმდებლო ინიციატივის გასაფორმებლად ჩემს წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იქცეოდეს საკრედიტო ფინანსური ორგანიზაცია, როგორ უნდა იქცეოდეს კერძო იპოთეკარი, რომ მას არ ეწოდებოდეს საზოგადოების თვალში მევახშე, რომელიც სარგებლობს სუსტი ადამიანის მდგომარეობით და აუბედურებს ოჯახებს. სამარცხვინოა, როდესაც სუსტი ადამიანის და ოჯახის მდგომარეობით მევახში აწესებს წლიურ 36%. მაშინ, როცა წინასწარ იცის, რომ მოცემული პირი ვალს ვერ გადაიხდის. ჩვენ ვიდეო რგოლი შევიმუშავეთ და ჩაუშვით მედიაში იუსტიციის სამინისტრომ და ეროვნული აღსრულების ბიურომ. ეს ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მე მინდა უთხრა ყველას, ვისაც მატერიალურად დღეს უჭირს. კარგად დაწონეთ რისკები, მანამ სანამ კერძო იპოთეკარს, მანამ სანამ ბანკს, მანამ სანამ კერძო საფინანსო ორგანიზაციას ჩაუგდებთ ხელში თქვენს ქონებას. თუ თქვენ შეაფასებთ ხელშეკრულების კარგად გაცნობის შემდეგ, რომ ეს რისკი რისკად ღირს, არავინ არავის არ უკრძალავს საკუთარი ქონების ჩადებას, მაგრამ ამას სჭირდება წინასწარ კარგად შესწავლა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის და გათავისება იმ რისკისა, რომ იმ რეგულაციების წყალობით, რომელიც ჯერ არ არის შეცვლილი, შეიძლება ერთ დღეს ჩვენი შვილები ჩვენთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდნენ. რა ეშველებათ იმათ, ვინც უკვე არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ვაფასებთ სტატისტიკურ მონაცემებს ჯერჯერობით აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელიც არ არის ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც უწევს სასამართლო გადაწყვეტილებების ან აუქციონის შედეგად დამდგარი გადაწყვეტილებების შესრულება. თქვენ იცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აწარმოებს კერძო აღმასრულებლების მოთხოვნით ადამიანთა გამოსახლებას, მაგრამ ის რაც ჩვენ სფეროში შემოდის, ეს არის აღსრულების ეროვნული ბიურო და ჩვენ ვსწავლობთ იმ საქმებს, რომელიც არის პრობლემური და აღსრულების ბიურო აქცენტს აკეთებს მევალეებთან საუბარზე საუკეთესო გამოსავლის მოძებნის მიზნით. ეს იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ჩემი გადასახადიდან საკითხები, რაზეც მინდა შესავალში მესაუბრა.
რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვისთვის ვარ მზად იმ რეგლამენტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ყოფილისთვის. ბოლოდან დაიწყო ტიქნიკა რომელმედი საშუალებას. ჩეთის იუსტიციის საქმიანობაში თან ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა ითქვას, რომ შეჩერება შენებობა და რაც არის აშენებული ის დაიგროვა თუ შესწავლის საკითხად და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მე ამ კითხვას უკვე გავიცი პასუხი და ვთქვი, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა კონსულტაციების შედეგად ჩემი კოლეგა კულტურის მინისტრთან მეჩვენება, რომ წინა ხელისუფლებამ ხელხო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. მე ამაში კიდევ ერთხელ მჭირდება დავწმუნდე და თუ დავწმუნდები, რომ ეს ასეა, მე არ ვიქნები იუსტიციის ის მინისტრი საქართველოსი, რომელიც ქართულ ხალხს თავის კულტურულ მემკვიდრეობას წაართვევს. კარგი მადლობა. და მე მინდა ვკითხოთ, მთავრობა პროკურორმა არჩილ გელაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ომის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება პრეზიდენტი და ასევე შესაძლოა ომის საქმე განიხილოს ქართლის ტრიბუნალმა. არის თუ არა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული, თუ ეს არის ჯერჯერობის იდეა ან ვარაუდის დონეზე? ეს არ არის იდეა და ვარაუდი. აგვისტოს ომის გამოძიება არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. საქართველო არის რომის სტატუტის მონაწილე, მხარე და როდესაც ჩვენ გავხდით მხარე, ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები. ჰაგის სასამართლოში არის შესული პროკურორთან არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩივიან მოქალაქეები, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა პირებმა, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და სხვადასხვა თანამდებობის ჩაიდინეს სავარაუდოდ ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან სხვა ის დანაშაული, რომელიც შეიძლება ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს. ჩვენი ვალდებულებაა არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ. ამას გავალდებულებს ომის სტატუტი, მაგრამ თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და არ აღმოჩნით, ან საკმარისად პროფესიონალები, ან საკმარისი პოლიტიკური ნება არ გვექნა ამისთვის, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით და ავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. ეს არ არის ჩემი მიზანი და მე არ მგონია, რომ ეს ქართული ხალხისთვის სასურველი რამ იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთავარ პროკურატურაში ყველა ის მასალა მოვიძიეთ, რომელიც გამოძიების პროცესში წინა ხელისუფლებამ აწარმოა, თუ რომელიმე სტრუქტურა ფლობს კიდევ დამატებით მასალებს ამას წინათ დატოვა დავით აიაზროვანთა გარკვეული განცხადებები, ჩვენ ამ მასალებს გამოვითხოვთ ან მოგვაწოდოთ თვითონ, რომ დაიდოს სრული სურათი მასთან დაკავშირებით თუ რა გააკეთა წინა ხელისუფლება. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სახეზე მრავალი ათეული ტომი ნაწარმოები წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ არის გარკვეული კითხვის ნიშნებით, თუ რატომ წარიმართა გამოძიება რამდენიმე მიმართულებით და არა ყველა მიმართულებით, ჩემი მიზანია, რომ გამოძიება წარიმართოს ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს მოხდეს საქართველოში. პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით ეს მოიხსენიებს სავარაუდოდ, არა მხოლოდ ამჟამინდელი პრეზიდენტის, რომელიც შეიძლება დაკითხვის მომენტში აღარ იყოს პრეზიდენტი, მაგრამ დაკითხვას და არა მხოლოდ მისი ძალიან ბევრი მაღალი შინოსნის მიუხედავად კიდევ ერთხელ ვამბობ მოქალაქეობისა და ეთნიკური წარმოშობისა. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამ საკითხზე თავდაცვის სამინისტროსთან, რადგან თქვენ იცით აგვისტოს ომში არაერთი სამხედრო პირი იყო ჩართული, რომელთან დაკავშირებითაც ჰააგაში გარკვეული ინფორმაციები არსებობს და კითხვის ნიშნები. ან ჰააგაში განხილვა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ არის. კარგიც იქნება ამ შეკითხვაზე. ერთ შეკითხვას ეზრებოს
თუ შეიძლება მე დავთვალ ნაფიც საჯარებთან დაკავშირებით. რამდენად ცნობილია თავდაპირველად იურიდიულმა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნებისა. ამას თუმცა შემდეგ თავრობამ ისე დააბრუნა განხილვაში და მიღებული იქნა ინფორმით, როგორც თავრობამ შეიტანა. რატო გახდა ამ ფორმით ნაფიც საჯარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი, იმიტომ რომ ცოტა აზრით სხვადასხვაობა და უკმაყოფილებას გამოიწვია ამ საკითხმა. ის რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ბოლომდე არჩევითი ბრალდებულისთვის არ იქნება, ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები გამომდინარე კონტექსტიდან, სამართლებრივი კონტექსტიდან, რომელშიც ჩვენ ვყოფილით. დღეს ბრალდების მხარე, ანუ დაცვის მხარე, არ უცხადებს ნდობას პროკურატურას, რაც გასაგებია. პროკურატურას ექნება დღევანდელი ჯერ კიდევ გაუთავისუფლებელი პროფესიული სასამართლოს პირობებში არაერთი პრობლემა. თქვენ თუ დააკვირდით სასამართლო პროცესებს, რეალურად მოსამართლეები ვერ უზრუნველყოფენ სასამართლო დარბაზში მხარეთა თანასწორობას და ვერ უზრუნველყოფენ, რაც არანაკლებ ჩემთვის შემაშფოთებელია დისციპლინას. უნდობლობა არსებობს ყველას მხრიდან, ყველას მიმართ და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ხალხი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს, ნაწილი აქტორების უნდობლობას უცხადებს პროკურატურას და მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამ უნდობლობის გასაფარცხებლად მე მივესალმები იმას, რომ თავად ხალხი განსაჯოს ვინ არის დამნაშავე და ვინ არ არის დამნაშავე. დღევანდელ სამართლებრივ კონტექსტში ეს არის საუკეთესო სამართლებრივი, ობიექტური და საზოგადოებისთვის მისაღები განსხვავება. და უნივერსიტეტის ამდენი წერმა არ მისცა კანონს მოაუწევდება ინფორმაცია არ იყო გუნდში შეთანხმებული ეს საკითხი. შეთანხმება დიდაც არ ნიშნავს ჩვენად ის გუნდი, რომელშიც არსებობს ასეთი სხვადასხვაობა და დღეს ჩვენ გიხარდეთ, რომ საქართველოს ხავს უმრავლესობა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რომელსაც ხმამაღლა თავისუფლად გამოხატავს. თქვენ ალბათ ჯერ არ დაგიწყობთ წინა პარლამენტი, სადაც რეალურად კომუნისტური ტიპის აზროვნება იყო გამართებული უმრავლესობაში. ვერავინ ვერც გაბედავდა და ვერც იფიქრებდა, რომ მმართველი გუნდის მიერ შეტანილი კანონისთვის წინააღმდეგ მიეცა ხმა. ჩვენ ამას მივახციეთ და ვამკვიდრებთ, როგორც ამასრულებელი ხელისუფლება უწყობს ამას ხელს. პირველ რიგში ეს დიდწილად არის პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურება, კვიდრდება საქართველოში პარლამენტარიზმის კულტურა და საპარლამენტო დემოკრატია. დასანანი არის მხოლოდ ერთი რამ, ის რასაც საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე და მურავისეწყინა წარსულიდან საუკეთესო პარლამენტის საუკეთესო თავმჯდომარე ახერხებს არის მართლა შთამბეჭდავი ჩემთვის პირადად. ის მუშაობს კონსენსუსის ძიების გზით, რაც არის ყველაზე რთული გზა პოლიტიკოსისთვის. ის ძალიან ვერ საუბრობს პროცედურულ დემოკრატიაზე, რომელიც უნდა იყოს მართლაც წამყვანი პრინციპი პარლამენტარიზმში, მაგრამ უმცირესობას ხანდახან პროცედურული დემოკრატია ესმის პროცედურული ომის გამოცხადებად და საბოტაჟად. ეს დასანანია, მაგრამ ალბათ უმცირესობასაც შეიძლება გარკვეული დრო, რომ მან გაითავისოს, გაიაზროს და დაუშვას ბოლოს და ბოლოს ის აზრი, რომ ის არის უმცირესობა და ალბათ დიდხანს დარჩება უმცირესობაში. შეიძლება. იათინიკაშვილი, ტელეკომპანია მაესტრო. მოგეხსენება ჩიდა ქართლში გახლავთ ურბნისისა და რუისის ეპარქია, მისი წინამძღვარი მიტროპოლიტი იობი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ამ ეგრეთ წოდებული ID ბარათების თემას. შესაბამისად, მრევლის მეტისმეტად გაუგებრობაში იყო და თავისთავად სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა, ვისაც ვადაგასული ჰქონდა პირადობის მოწმობა, აღარ იღებდა. მაგალითად, ჩემი შვილი, რომელიც უნივერსიტეტში აბარებდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ID ბარათის აღებას და ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა.
იყო საუბრები საკმაოდ აქტიურად იმაზე, რომ ამ ID ბარათების თემა და ის გეგმა, რომელიც ID ბარათებთან დაკავშირებით არსებობდა, მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ რელიგიას და სინოდში სწორედ აქედან გამომდინარე იყო წინააღმდეგობები. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ თქვენ სწორედ ამის გამო მიმართეთ, აპირებთ მიმართოთ წმინდა სინოდს. თქვენ იცით ბატონი მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი. მე მას შევხვდი რამდენიმე დღის წინ და განვიხილეთ დეტალურად ID ბარათის თავისებურებები და კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ მეუფეებს ჩვენს უწმინდეს დაუნეტარეს და წმინდა სინოდს და საპატრიარქოს ზოგადად და შესაბამისად პრეუსაც მაშინ, როდესაც წმინდა სინოდმა ამ საკითხის შესახებ იბრძოლა, სახელმწიფოს მხრიდან მაშინდელი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა არის ID ბარათი, ანუ რა ინახება პიროვნების შესახებ ID ბარათის ჩიპზე. როგორც კი მე ხელი მიმიწვდა ამ ინფორმაციაზე, როგორც იუსტიციის მინისტრს, მე დავიწყე კვლევა რა ინახება ამ ჩიპზე. ის თუ რა ინახება, მე მოკლედ მოგახსენეთ და პრინციპში მეტი არც არაფერი ამ ეტაპზე არ ინახება. მე მინდა ოფიციალურად ვაცნობო ამის შესახებ წმინდა სინოდს. ამხსნა ისიც თუ რას გეგმავდა და რა ვერ მოასწრო ID ბარათთან მიმართებაში წინა ხელისუფლებამ და იქნებიან რა სრულად და ოფიციალურად ინფორმირებულები მიიღონ გადაწყვეტილება და განახორციელონ შეფასებითი მსჯელობა, რამდენად ეწინააღმდეგება რელიგიურ დოგმებს არსებული ინფორმაციის შენახვა ID ბარათზე და რამდენად არა. მე მინდა კიდევ ერთხელ დავწმუნდე იმაში, რომ ID ბარათი თუ მეტყვიან ეწინააღმდეგება რაში და მიყავაში დარწმუნებული არა რომელიმე თუნდაც ჩემთვის პატივსაცემი მამაოს მოსაზრების საფუძველზე, არამედ იმ მაღალი ორგანოს შეფასების საფუძველზე, როგორც არის ჩვენი წმინდა სინოდი. აქედან გამომდინარე წმინდა სინოდი ვინაიდან აერთიანებს ყველა მეუფეს, მათ შორის იმათ, ვინც მეუფე იობთან ერთად მოიაზრება ID ბარათების პროცესთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი აზრით შესანიშნავი ადგილი იმისთვის, რომ უწმინდესის და უნიტარესის ხელმძღვანელობით უკვე შედგეს სრულად ინფორმირებული მსჯელობა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. მე იქვე რა თქმა უნდა დეტალურად აღწერ იმ დადებით მხარებს ამჟამინდელ ID ბარათთან დაკავშირებით და არა იმ ვირტუალურ ID ბარათთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ოცნებები და დარჩა ოცნებებად, მაგალითად როგორ შეეკვეთათ ოცნებობდნენ იმაზე, როგორ შეეკვეთათ თვითმფრინავიდან მესტიაში ID ბარათი პულტარი. ეს არ ქონია ჩვენ მიზანი არ არის და არც იქნება არასდროს. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მოქალაქეებს ერთადერთი რამ პირადობის დოკუმენტი, რომელსაც ვერავინ ვერ აყალიბებს. დღევანდელი ID ბარათი არის დოკუმენტი, რომელსაც ვერავინ ვერ აყალიბებს. თუ ჩვენ ამ ID ბარათს შევინარჩუნებთ, იმ სახით რა სახითაც არის და ამაში წმინდა სინოდი დაგვეთანხმება, მაშინ ჩვენ მივიღებთ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაზუსტებულ საარჩევნო სიას, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ვიტყვით, არასოდეს საქართველოში არჩევნები არ გაღწევთ. აი ეს არის ის, რაც შეიძლება დადგეს, მაგრამ ამან აქამდე მე მჭირდება ორი რამ. ერთი, მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა, რომელსაც იუსტიციის სახლი ჩემი ინსტრუქციით ამჟამად აწარმოებს და დღეს იწყება უკვე ველი სოციოლოგიური კვლევის და წმინდა სინოდის შეფასება. ჩემთვის ეს ორი რამ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. კიდევ მექნება ერთი კითხვაც, მოგეხსენებათ 1 ოქტომბერი შიდა ქართლში საკმაოდ მძიმე იყო, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ. ძალიან ხშირად, როდესაც ამ რეგიონში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლებს გვიწევს რეგიონში არსებულ რაიონებში გადაადგილება, ძალიან ხშირად გვისვამენ ჩვენ ამ კითხვას. ყველამ ნახა საზოგადოებამ მაყურებელმა ღია ეთერში მიდიოდა ეს, როგორ გაიხსნა ცეცხლი, როგორ იტაცებდნენ საარჩევნო ყუთებს, სპეცდანიშნულების რაზმები, როგორ აქტიურად ერეოდნენ ამ საარჩევნო უბნებზე და
ასე ვთქვათ, გადაუჭარბებლად ხელმასრებს პირდაპირ ღია ეთერში ვაჩვენებდით იმის მიუხედავად, რომ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გვაბრალებდა თითქოს დეზინფორმაციას ვავრცელებდით. ჩემთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თქვენ თუ ხართ ინფორმირებული კონკრეტულად აქ შიდა ქართლში რა ხდება ამას? როდის დადგება შედეგი? ძალიან ბევრი ადამიანი კვლავ აგრძელებს მე მესმის, რომ ყველა პოლიტიკური შეხედულები და ნიშნით ბუნებრივი არ უნდა იდევნებოდეს, მაგრამ ის ვინც აშკარად ჩანდა ამ პროცესებში, ვინც იკვეთებოდა, რომ რაღაც გარკვეულ დანაშაულს ჩადიოდა, ჩვეულებრივ ინარჩუნებენ თავის პოსტებს და ეს საზოგადოებისთვის გარკვეულწილად გამაღიზიანებელია და ამაზე ხშირად ჩვენ გვეკითხებიან. შიდა ქართლის საარჩევნო სიტუაცია წინა წლის ოქტომბერში გეთანხმებით, რომ იყო უკიდურესად შემაშფოთებელი. სისხლის სამართლის წესით გამოძიება მიმდინარეობს ხაშურთან დაკავშირებულ ფაქტებზე. დაკითხულია 30-ზე მეტი ადამიანი, აქ არიან დაზარალებული პოლიციელები და სხვები, ვინც კი ფიგურირებდა ამ საქმეზე. და მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძიება, რომლის შედეგიც მალე უნდა გახდეს ცნობილი. გარდა ხაშურისა, იქ იყო თქვენ გახსოვთ ისეთი ცნობილი შეხლა შემოხლის სამწუხარო ფაქტები, როგორც არის თუნდაც კარალიათი, რომელიც ალბათ სამარცხვინად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში, როდესაც პოლიტიკური მოსაზრებებით ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ადამიანებმა, ასე ვთქვათ, არ გაითვალისწინეს ის, რომ საარჩევნო კამპანიის დროს აშენებენ ძალადობა და იქ მაშინ ხელისუფლებაში ყოფილი პირების წარმომადგენლებმა დაიწყეს ქვების სროლა. იყო აგრეთვე მერეთი და სხვა. თქვენ იცით, ამ რამდენიმე საქმეზე ხაშურისგან განსხვავებით. მაშინვე ხელისუფლებამ, მაშინვე, იმიტომ თავი მოეწონებინა საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან და აგრეთვე ეგრეთწოდებული ბოკერიას საბჭოში სალაპარაკო ჰქონდათ. ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით გამოიჩინეს მიყალებში განსაკუთრებული მიკერძოება და ერთის მხარეც დააჯარიმეს მეორეც, ერთი მხარეც ჩასვეს ციხეში ადმინისტრაციული წესით და მეორეც. იყო თუ არა ეს საკმარისი, მე ამაში არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ამ წუთში ჩვენ გვაქვს ეს მსჯელობა. დავალებული აქვს პროკურორს, ვინც განაგებს ამ რეგიონს, ბატონ ლეთაძეს, რომ შეაფასოს სამართლებრივად ნაციონალების ხელისუფლების დროს განხორციელებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ხომ არ გვიკეთავს სამართლებრივად გზას, რომ ჩვენ დავიწყოს სისხლის სამართლებრივი წესით გაიმეორების რეაგირება. თქვენ იცით, სამართალში არის პრინციპი, რომ ერთი და იმავე ფაქტისთვის ორჯერ ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს. თუ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივ ჩიხში, რა თქმა უნდა, ასეთ საქმეებზე ჩვენ თავიდან რაიმე ტიპის რეაგირებას ვერ განახორციელებთ. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ იქ კიდევ დარჩა ისეთი ფაქტი, რომელიც არ დასჭირდა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რა თქმა უნდა, იქ იქნება შესაბამისი რეაგირება. ბატონო მინისტრო, ძალიან ბევრი ობიექტია ამ რეგიონში, მათ შორის ამ რეგიონში ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში ალბათ, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც პირდაპირ მიყიდვის წესით ფაქტობრივად სიმბოლურ თანხად არის გადაცემული სხვადასხვა პირებისთვის. ამ პირების უკან ბევრჯერ გაჟღერდა, რომ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ოჯახის წევრები მოიაზრებიან. რა შეიძლება მოხდეს აი ამ პირდაპირ მიყიდვის წესთან დაკავშირებით? შესაძლებელია თუ არა სამართლებრივად ამის ან გადასინჯვა, ან დამატებითი გარემოებები ან რაღაც? ეს და არა მხოლოდ ეს თემა ძალიან მასშტაბური პრობლემაა, ეს ქონიცით. საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს და ვიცი რომ არ ავიწყდება ის ფაქტი, რომ ჩვენ რეალურად 9 წელიწადი ტოტალური უსამართლობის, ტოტალური ტერორის პირობებში გამოვიარეთ. აქედან გამომდინარე ამ შედეგების გასწორება, შეკეთება და სამართლიანობის აღდგენა მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი პოლიტიკური ნება ჩვენი მხრიდან მოითხოვს დროს, მოითხოვს რესურსს და მოითხოვს სტრატეგიულ ხედვას. ეს ხედვა პრინციპში საბოლოოდ უკვე ყალიბდება კატეგორიების და მიხედვით. იმ საქმეებზე, სადაც
უსამართლობა, მათ შორის ქონების წარქმევა, ან ქონებრივი ხასიათის დავა. მაგრამ აქცენტი მან ცისხლის სამართლებრივ საქმეზე კეთდება, თქვენი ცით არ არის ცისხლის სამართლებრივ საქმის ფარგლებში ხდებოდა ამგვარი ქონების წარქმევაც. ამ საქმეებს იქ, სადაც სამართალი გამოდგა მოსამართლის დონეზე, ამისათვის ჩვენ შევიმუშავეთ იუსტიციის სამინისტროში კანონპროექტი მართლმსაჯულების ხარვეზების სასამართლო შეცდომების გამოსწორების მიზნით. იმ საქმეებზე, სადაც სასამართლო არ ყოფილა ჩარეული, ჩვენ შევქმნით 12 კაციან პროკურორთა ჯგუფი მთავარ პროკურატურაში, რომელიც სწავლობს და იძიებს იმ საჩივებს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურორმა დამიბარა და მიბრძანა, რომ ქონება უნდა დამეთქვა წინააღმდეგ შემთხვევაში წავიდოდი ციხეში. ეს არის ერთ-ერთი კატეგორია. არის აგრეთვე სხვა კატეგორიის საქმეები, მათ შორის ისეთი, როგორც თქვენ ბრძანეთ. მე ამას წინაშე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის ორგანიზაციას სახელად დააბრუნე, რომლისგანაც ველოდები ქონებების იმ ნუსხას, რომელიც მაღწევს ამა თუ იმზე ჩამოვდეთ. როგორც ეს ნუსხა იქნება აღებული, ჩვენ უკვე დავგეგმავთ, თუ მათგანზე რა რეაგირება უნდა მოხდეს. დასკვნა არის ერთი. წინა ხელისუფლების პირობებში არ არსებობდა ერთი ჩამოყალიბებული მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ადამიანების შეიწოვება გაუმეტყველად. ეს იყო მთელი პალიტრა მექანიზმების და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება დიფერენცირებული პირობებში დიფერენცირებული მithomba. ეს არის დროის ფაქტორი, ეს არის დროის საქმე და ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე, მაგრამ ციდან რა თქმა უნდა სამართლებობა არ ვარდება, როდესაც 9 წელი იყო გამარჯვებული ყველა სფეროში უსამართლობა ქვეყანაში. თუ შეიძლება ერთის თქვენი შეფასება როგორი იქნება არმაზ ახვლედიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში? მე არმაზ ახვლედიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ჩემს თვალში არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციის და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის შიგნით დისციპლინის დამყარება, კარგი მენეჯმენტი და ეს ამ მხრივ არის უკომპრომისო. ჩემი აზრით, იმ ძალიან დიდ და ახალ პარტიას, რომელიც იყო გამარჯვების ლოკომოტივი წინა არჩევნებზე, სჭირდება ესეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებულია საპარლამენტო ვალდებულებებისგან და იმ დეპუტატებს, რომლებიც პარტიის ხელმძღვანელები არიან, დაეხმარება, რომ მისი გამოცდილება მოახმაროს პარტიის გაძლიერებას და ფეხზე უკეთესად დაყენებას. ბატონი არმაზი, თქვენი ცით წლების მანძილზე იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის შესანიშნავი ხელმძღვანელი და ეს შეფასება მე არ მეკუთვნის, ეს შეფასება ეკუთვნის იმ ცხოველჩებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ და ეს შეფასება ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომელსაც მე 10 წელი ვსახურობ და რომელსაც ევროპის საბჭო. დიდი მადლობა. მეცხრე დღეს ჯვარცნებას შეფასე ორ კითხვა თქვენთან. პირველი უნდა გითხოთ ბანკის 2005 წლის დეკლარაციაზე, ამასთან დაკავშირებით გუშინ ჩვენს ეთერშიც გავიდა მომსადებული მასალა, მაშინ იყო შესრულების თემერაბიშვილი. ამ მასალას დღემდე ატევს გრიფის საიდუმლო. ხომ არ მოხდება გრიფის საიდუმლოს მოხსნა და რაღაც გამოძიების ხელახლა ჩატარება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებობს საკმაოდ ბევრი პასუხისმგებელი სიტუაცია. მე უნდა დაგეთანხმოთ იმაში უნდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ გრიფის საიდუმლოს ინსტიტუტი წინა ხელისუფლების ფარგლებში გამოიყენებოდა წესის დაცვით და უსისტემოდ. როდესაც ხელისუფლება სულ და საზოგადოებისთვის დაემონა რაღაც, იქ ხდებოდა გრიფის საიდუმლოს დადება. მაგრამ თავისთავად გრიფის საიდუმლო არ არის უსარგებლო ინსტიტუტი, ეს ემსახურება ნორმალურ ქვეყნებში და სწორედ აქეთკენ უნდა ჩვენ წავიდეთ სახელმწიფო ინტერესის დაცვას. თუ აღმოჩნდება, რომ ამ საქმეზე გრიფის მოხსნა დააზიანებს ქართული ხალხის ინტერესს, იმიტომ რომ თუკი დოკუმენტები გახდება საჭირო, ამას შეიტყობენ ისინი, ვინც ამის შესახებ არ მოიცოდეს, ეს მსჯელობის საგანია და მსჯელობა მეათეცი ბოლომდე მოყოლი ჯერ არ არის. მაგრამ მხოლოდ ეს საქმე, მაგრამ ყველა იმ სპეცოპერაციის საქმე,
ან სხვა საქმე, რომელიც მოითხოვს თავიდან გამოძიებას, ეს ჩვენთვის არ არის არანაირი პრობლემა, თუ კი შევხედავთ, რომ ეს საჭიროება არსებობს, მაგრამ პრობლემა არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ დრო. ძალიან ბევრი საქმეა გამოსასწორებელი და პრიორიტეტების მიხედვით დარწმუნებული ვარ, ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომ მემდრო არ გავლის მათთვის წინაშე. შემდეგი შეკითხვა სოსო პავლეაშვილის სოლისმა, ვახტანგ ჭაველი აცხადებს, რომ ადვაშვილის მკვლელობა მან და პავლეაშვილმა დაგეკნეს, აფინანსებდა პავლეაშვილი და ახლა იგი განიცდის სამართალდამცავი მხრიდან ეწოლას, რომ გადაწყვეტს ჩვენება ყოველ შემთხვევაში ეს არის მისი განაცხადი. რამდენად იცნობთ თქვენ ამ საქმეს და რა ტიპის ეწოლება შეიძლება საუბრობთ ეს აღნიშნული ადამიანი პრობლემა? ეს არის მკვლელობის საქმე ნაძალობებიდან, რომელსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლეაშვილთან არსებობს კითხვა. ადვაშვილის საქმე წასულია სასამართლოში, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სოსო პავლეაშვილთან მიმართებაში მიცემულ ჩვენებასთან, ამ საქმის ამ ნაწილში მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძიები. თუ კი მონცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ეწოლა, მე როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვარ მზად მას მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუმრობას. საბათ ციკაშვილი, ადგილობრივი ინტერნეტ გაზეთი ქართული ჯი. თქვენ სტრასბურგიდან დაბრუნებისას მახსოვს განცხადება გააკეთეთ, რომ ის საქმეები, რომელიც წასულია სასამართლოში, მოხდებოდა ადგილზე გარკვეული მორიგებითი ურთიერთობების დამყარება. ამის შესახებ გითხარით, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ მე დამიკავშირდა ადვოკატი მამუკან უზაძე და რამდენჯერმე მოგმართათ თქვენ და ავიც პასუხით არ ვუკმაყოფილ თუ არ გაგიციათ პასუხი ამის შესახებ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ამბობს, რომ ჭიანურდება ეს პროცესი და მეორე. თქვით ასევე, რომ იქნებოდა ხარვეზების დამდგენი კომისია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ეს რა პროცესია, ესეც რო გითხრათ? სტრასბურგის დავით შეეხება ჩემი ინიციატივა, რომელიც თამამად მინდა ვთქვა ევროპის საბჭოს და სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში არის უპრეცედენტო, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში ამბობს, რომ მას სურს საკუთარმა მოქალაქეებმა ქვეყნში მითითებულ სამართალი და რაც შეიძლება მალე ამგვარი რამ სტრასბურგის სასამართლოში ასეთი მასშტაბური შეთავაზება მანამდე არ არის გაუკეთებია. უნდა ითქვას, რომ სტრასბურგის სასამართლო ჩემი ინიციატივის მომდევნო რამდენიმე თვე გამოირჩეოდა გარკვეული ინერტობით. ვინაიდან მათთვის ეს იყო სიახლე, მათმა შევარჩინა გარკვეული დაღმეულობა. თუმცა ბოლო კვირებში შეინიშნება მათი მხრიდან უფრო მეტი სისტემურობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავა, რაგი მათ ჩემი ინიციატივის შესაბამისი გარკვეული შიდა, ესე ვთქვათ, კონსულტაციები აწარმოეს, ვინაიდან ეს მათთვის იყო ახალი, დადგენილი მიდგომები და პროცედურები მანამდე ამგვარი ინიციატივის პასუხის გასაცემად არ არსებობდა. დღეისათვის მე მიჩნევა თავისუფლება, რომ ეს ჭალებში პრობლემა არის უფრო მოგვარებული. დღემდე ჩვენ მოვარიდეთ რამდენიმე საქმე. აქცენტი გავაკეთეთ უკიდურესად ავადმყოფ პატიმრებზე. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ აგრეთვე იმ საქმეებზე, რომელიც არის მრავალმილიონიანი დავები. მათ შორის ეს არის დასხივებულების საქმე და ავიატორების და სხვების საქმე. აქ ოფიციალური მორიგება გაფორმებული არ არის, თუმცა ჩვენ მაისის ბოლომდე მაქსიმუმ ივნისში რეალურად დავალიანებებს იმ ჩვენთვის
საამაყო მწერების საზოგადოების, რომლებიც შევარდნაძის დროიდან ერინან იმ კომპენსაციებს, რაც მათ ეკუთვნით, ეს კომპენსაციები უმრავლესი ჩარიცხულია, მაგრამ ზაფხულისთვის მთლიანად გავხარეთ. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს აღარ დაჭირდებათ წლების განმავლობაში ევროპის ტრანსპორტის გადაწყვეტილებას. სტრატეგია არის შემდეგნაირი. ყველა საქმე, რომელიც არის უკვე კომუნიცირებული და ადვოკატებმა იციანაც ეხება საქმე, არის მორიგებისთვის პრიორიტეტი, თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ შევამოწმებით იქ, სადაც მომჩივანი მომართავს და გვეუბნება, რომ საქმე აქვს შეტანილი და მისი, ასე ვთქვათ, განცხადებიდან ჩანს, რომ ეს საქმე შეიძლება მართლაც საფუძვლიანი იყოს, ჩვენ მაშინ მოხვდებით მათ და ვესაუბრებით გამოსავლის ომის თაობაზე. ივნისისთვის გამოქვეყნდება სტატისტიკა იმ საქმეების, რომელიც მოგვარდა და უკვე განახლებული და რეფორმირებული იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ ხოლმე დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საქმეზე, რომელიც მოვიგებთ დასვლა. ეს ხარვეზების კომისია. ხარვეზების კომისიას რაც შეეხება, ხარვეზების კომისიის შესახებ კანონპროექტი პრაქტიკულად იუსტიციის სამინისტროში უკვე დასრულებულია. ბოლო შენიშვნები და შეთავაზებები მე პირადად მივიღე ჩემს ელექტრონულ პოსტაში მოსამართლებისგან, რომელსაც მე 16 მარტს შევხვდი. მე მინდა საჯაროდ მათ მადლობა უთხრა ამგვარი აქტიურობისთვის. ნაწილი მათ შემოთავაზებების იყო ძალიან საინტერესო, ნაწილი მისაღები მაშინათვე და გავითვალისწინეთ. ეხლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, უნდა გაიგზავნოს თუ არა ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, თუმცა ჩემი პრეტენზია ვენეციის კომისიისგან რჩება პრეტენზიად, ეს არის ძალიან უსნაბიჯებით მომუშავე ორგანო და ქართულ ხალხს ეჭვმება. ამიტომ მადასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი წუხილი და აქედან გამომდინარე ვფიქრობ კანონპროექტის გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს მათი აზრი და მინდა რომ მათი ექსპერტიზა მქონდეს, რამდენად მზად იქნებიან ისინი, რომ ეს სწრაფად მოვაწოდოთ. მას შემდეგ, რაც მივიღებ მათგან პასუხს, მათთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ მთავრობას ეს უფრო მალე წარედგინება, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გაყოლდეს. მადლობა. ფაიზე გულიანებს. ახალგან თემაში გავაგზავნებ თემასთან ახლოს ხარვეზების დამკვირვებელი კომისიასთან დაკავშირებით 16 მარტს მივიყავით და ყველაზე ესეთი წუხელი, რაც ამ მოსამართლეების მხრიდან დაფიქსირებდნენ, იყო ის, ხომ არ გახდება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დენის დაწყების საფუძვლად. თქვენ რას აყოლით ამ მოსამართლეების დასამშვიდებლად? ხარვეზების დამდგენი კომისიის და თვითონ კანონის მიზანი არ არის მოსამართლეების ციხეში ჩაბარება. ამ კანონის მიზანი არ არის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფალმა, ვინც არ უნდა იყოს ის, მთავრობის წარმომადგენელმა, მათ შორის მეც, ან საკანონმდებლო ორგანომ სასამართლო ხელისუფლებას მიუთითოს, ვინ უნდა დაისაჯოს დისციპლინური წესით და ვინ არა. მე ვთვლი, ისე როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. თუ კი რომელიმე მოსამართლე ჩაითვლება, რომ წარსულში საქმიანობდა ისე, რომ წარუშლელი ზიანი მიაყენა მოსამართლის და მართლმსაჯულების ინტერესს და რეპუტაციას, ჩვენ ისეთ კანონებს და ინსტრუმენტებს ვუქმნით მოსამართლეებს, პირველ რიგში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და როგორც გითხარით, სადისციპლინო პროცედურების რეფორმაც იგეგმება, მოსამართლეები გახდნენ, როგორც ეს ყველა ქვეყანაშია, თვით მართული პროფესია. ისინი გადაწყვეტენ, ვინ აწყვეს მოსამართლის პროფესიას. ან ვინ შეარწყვეტა. რა თქმა უნდა, მაქსიმალური ზომა სანქციის შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ ეს პირველ რიგში წამოვიდეს სასამართლოდან თვითონ. რაც არ უნდა ძნელად გასაგები იყოს ეს ჩემთვის ხან-ახან. რაც არ უნდა ძნელად იყოს გასაგები ეს
სხვერპლისთვის, რომელიც მოსამართლემ თავისი უკანონო გადარჩენით იმსხვერპლა, ჩვენ ინსტინქტების ამუშავებით, შურისძიებებით თუ ვიარეთ დავამსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას. ჩემი ყველაზე დიდი პიროვნული კოშმარი შეიძლება იყოს ის, რომ დავამსგავსო ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმოადგენს. ამიტომაც ძალიან ვფრთხილობ, როდესაც სამართლიანობის აღდგენას ეხება საქმე. მოსამართლის, პროკურორის მიერ, იუსტიციის მინისტრის მიერ დასჯა იქნებოდა მსგავსობა, ამიტომაც ჩვენ ვქვით კანონებს, რომ არც აჯულება თავის თავში გაცხილოს, დაწნილოს სიტუაცია და თქვას, ვინ არის მოსამართლეობის ღირსი და ვინ არ არის ამის ღირსი. თქვენ ამერიკაში დასვამდე ასევე დიდი შეხვედრა ჰქონდათ მედიასთან და განაცხადეთ, რომ შესაძლოა ვიდით დეპუტატები გვინეაშვილი და საყვარელი დაიკითხავენ პარლამენტში, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ მელოდებით მედია და ჯერჯერობით ინფორმაცია მათ საკითხის შესახებ არ ვაწერებთ. რატომ ჯიანოდება ეს პროცესი და რატომ ახდება მათი საკითხი? ჯერ არ არის შესაბამისი გამოძიებელი ამისთვის მისად და როდესაც საქმე იქნება მომზადებული, რა თქმა უნდა, ვერავინ დაკითხვას ვერ გაექცევა. მე ისიც ვთქვი, რომ თუ კი მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დეპუტატი და მithumetes ყოფილი პროკურორი, რომელსაც პირველ რიგში უნდა ესმოდეს რა არის კანონი, უარს იტყვის თავიანთ დედადაწესებულ მოშმოსვლაზე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თვითონ მივიდეთ და დავუთხოთ, როგორც ეს მოხდა კიკი უზურაოს შემთხვევაში, როდესაც მან იმ კადრისა პროკურატურაში მისვლა, ალბათ ის ადეიშვილთან მიბრძანებას დაბარებული როცა იყო ამ კადრისობდა, მაგრამ ახლა დავაშკაცდა. ჩვენ დავაშკაცებული წარსულში, ახლა დავაშკაცებული წარსულში პოლიტიკოსების და პროკურორების დაკითხვა მოწმის სახით თუ სხვა სტატუსით ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თავია რომ საქმე იყოს იმ ეტაპამდე მისული, რომ ეს მოხდეს. საერთოდ მე მინდა გითხრათ, როგორ შეაფასებთ თანამდებობა იაშენსეთ მოძალადებში რა რჩევები გექნებოდა და ამ ხუთი მანძილზე თქვენ თუ დაინტერესებთ იმ ადამიანების რომლებსაც თქვენ საარჩევნო პერიოდში ხდებოდით, რამდენადაც მახსოვს რომ მეშნება ის ხო მარტინა მე მგონი იყო ერთ-ერთი შედაგებული და რომელსაც ახმარები უნდა მოხსნილი და თქვენ მაშინ განაცხადეთ რომ ეს ადამიანები უსამართლობის ფაქტებია. დღეს თუ შეიცვალა ვიცით თუ თვითონ გავიდა არჩევნებში თუ მათი მდგომარეობა. ნაძალადებში სიტუაცია რჩება კვლავ ძალიან სერიოზული. ჩემი და მხოლოდ ჩემი ზოგადად მართველი გუნდის წუხის საგნად, იმიტომ რომ ნაძალადური სამტრედია და ბაღდათი თქვენ ვიცით მაჟორიტარი დეპუტატების მინისტრების დასახელების შემდეგ დარჩნენ წარმომადგენლის გარეშე. მე ძალიან ძველი ნაძალადების მტკიცებთან მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის თვიდან აღარ ვიყავი მათი მაჟორიტარი, მე მათ ვერ შევხვდი, რამდენიმე მათგან სახლშიც ვეწვიე, არაერთი ოპერაცია, რაც იყო ჩასატარებელი, ჩატარდა, სხვათა შორის მინდა კმაყოფილებით აღნიშნო ნაძალადების გამგეობის და ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე არაერთი პრობლემა იქნა მოგვარებული, მაგრამ ნაძალადები არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური რაიონი და არაერთი პრობლემის მოგვარება ზოგად სურათს არ ცვლის. ამიტომაც მე ვიყავი ერთ-ერთი მომხრე ჩემს სხვა გუნდის წევრებთან ერთად და ჩემს კოლეგებთან ერთად ძველ თანამებრძოლებთან პარლამენტში, რომ ნაციონალების მიერ დაგეგმილი ოქტომბერში არჩევნები გადმოწეულიყო და ჩატარებულიყო ამ სამ რაიონში, რაც შეიძლება მალე და თქვენ იცით ეს მოხდება 27 აპრილს, იმისთვის რომ მაისიდან უკვე ნაძალადებს ყავდეს თავისი წარმომადგენლები პარლამენტში, ვინც თუ კი მისი სურვილი იქნება, ჩემი დახმარებით მიხედავს და ჩემი სხვა ასე ვთქვათ თანამშრომლების თუ მთავრობის ხელწებების დახმარებით მიხედავს ნაძალადების პრობლემებს. რაც შეეხება ამჟამინდელ კანდიდატს, თუ არჩევნები მაქვს მასთან მიმართებაში, მას ეს პირადი შეხვედრის დროს გაუზიარებ და კიდევ გაუზიარებ, ეს არ არის საჯარო საუბრის თემა. მე მას დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ. მიხარია რომ ის არის ქალი
მაღალი კანდიდატი, რადგან მაჟორიტარობა ქალისთვის არის კანდიდატობა არისადური და შემდეგ დეპუტატობა. ჩემი მხრიდან რაც არის საჭირო, მას ეკნება კანონით დასაშურ ფარგლებში, როგორც ყოფილი მაჟორიტარისგან რჩევა იქნება თუ სხვა რაიმე ტიპის ხარდაჭერა, მაგრამ თქვენ იცით ამ მხრივ კანონი არის საკმაოდ მკაცრი და მე კანონს ვერ დავარღვევ და ვერ ჩავერთვები არაიუსტიციის მინისტრი მასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში. მე მას მხარს ვუჭერ და მთელი გულით მინდა რომ ის იყოს წარმატებული. ეცაც გითხავთ. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში გაბატონთია წერია რომ იმატა პოლიციისადმი მიმართვის ფაქტებმა მოქალაქეებისგან და გარკვეული ჩივილები არსებობს ამ მხრივ. თქვენ რა სიტყვით ამ რეკომენდაციაზე რაც ხალხო დამცველმა თქვა, შეიძლება სადმე განაცხადოთ ამის შესახებ და კიდევ თელიას ამბავზე გითხარით თქვენ შეფასება როგორ ნებისმიერი რეკომენდაცია თუ წინადადება, რომელიც გამოსცა ომბუდსმენმა, ის რაც მხედველობაშია მისაღები, მხედველობაში მისაღები, მიღებული ის რაც საჭიროებს გამოძიების დაწყებას, გამოძიება იქნება დაწყებული. მე მინდა უბრალოდ შევნიშნო, რომ როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლების პირობებში მომავალი წლისთვის ომბუდსმენს შეიძლება ჰქონდეს ყველაზე ნაკლებად პრობლემატური საკითხების განხილვის შანსი ის ჰქონდა წინა ომბუდსმენებს. ალბათ წინა ომბუდსმენები ამჟამინდელი ომბუდსმენის შეწყვეტილი არიან შურით ახსინი, იმიტომ რომ ის მსგავსობები რაც წინა ომბუდსმენებს უწევდა განეხილათ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ხდება და ვერც მოხდება. თუმცა არის გარკვეული პრეტენზიები, არის პრობლემები. მე პირადად ჩემდამი დაქვეყნებარებული გენინსპექციის მეშვეობით მივიღე ომბუდსმენისგან წინადადებები. ეს ეხება მათ შორის კალანდაძის მეორე პრავის საქმეს და ასე შემდეგ. ეს ყოველთვის ცნობილია, ახალი არ არის. თუ რას ეხება ეს რეკომენდაციები, რეაგირება იქნება ადეკვატური და შესაბამისი, მათ შორის იმ საქმეზე, რომელთან დაკავშირებით საჩივარი შემოიტანა საიამ გულისხმობ თელიას საქმეზე. ზოგადად თელიას საქმეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის სერიოზული მის ქმედებასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით იმ ადამიანის ქმედებასთან დაკავშირებით, ვისაც შეიძლებოდა ქონოდა ხელმისაწვდომობა სადაო ფირთან. მაგრამ კითხვის ნიშნები არის ჩემთვის როგორც ყოფილი უფლებადამცველისთვის მეორე მხარესაც და ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება იცნარებდეს მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათი თავმჯდომარე ისეთ თანამშრომელს, რომელიც თავისუფლებას აძლევს თვალი იჯდეს საჭესთან და ქმნიდეს საავადმყოფო მდგომარეობას და ეუხეშებოდეს პოლიციას. პოლიციელი რომ იმესე უხეშება, ეს არის დაუშვებელი და ეს არის ის იდეალი, რომელსაც იზიარებს ჩემი კოლეგა შინაგან საქმეთა მინისტრი. მაგრამ ის რომ არ ხარ სახელმწიფო მოხელე, არავის არ გათავისუფლებს ვალდებულებისგან, ან აგრეთვე კანონის შესაბამისად და რაც თავია ღირსეულად უნდა იქცეოდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა კოჟორიძემ, რომლის შიდა საქმიანობაში ჩარევის უფლება არის არ გვაქვს, შესაბამისი ზომები მიიღო იმისთვის, რომ მისი წარმომადგენლები უფრო მომავალში წარმომადგენლობითად გამოკვლევდნენ იქნება საჭიროა თუ თბილისი. შეიძლება ერთიც თქვენ არაერთხელ გქონდათ ამაზე საუბარი, გულისხმობ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს, ხომ არ არის რაიმე დამატებითი დეტალები ცნობილი. ჩემ გადამღებ მოუწია მაშინ მუშაობა პანკისის ხეობაში, იქ აშკარად იკვეთებოდა, რომ როგორც იმჟამად მოქმედი სამართალდამცავები ახმეტის, ასევე ახმეტაში მოქმედი რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად ცდილობდნენ ვიდეოკამერების წართმევას, არ გვიშვებდნენ ჭირის უფლებთან.
იგივე განმეორდა სამტრედიაში, იქაც მე მომიწია მუშაობამ, როდესაც ლაფანყურის მოვლენების დროს გარდაცვლილი სამხედრო ექიმის დაკრძალვა იყო. თუ არის რაიმე დამატებითი დეტალები ამ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით? დიახ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები. სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამხრივ იქნება სათითაოდ სიღრმისეულად განხილული და თუ საჭირო გახდა მასთან შეხვედრაც დაიგეგმება, რომ უფრო სიღრმისეულად გავითავისოთ ის რაც არის საჭირო და რასაც შეიძლება ჩვენი გადასახედიდან თქვა ჩვენი ვერ მივაგებთ. ეს საქმე საჭიროებს სიღრმისეულ გამოძიებას და არ არის გამომწყვი, რომ ისეთი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწმეები როგორც ძალები თქვენ იქნენ დაძახებული და დაკითხული, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ მართლა ძვირფას ინფორმაციას, რომელიც თვითმხილველს შეიძლება გააჩნდეს. ეს საქმე შორს არის იმისგან დახურულად ჩაითვალოს, უფრო მეტიც ოჯახებს, ვინც გახდა მის მსხვერპლის ჭირდებათ კითხვებზე პასუხები და სახელმწიფოს მოვალეობა, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც შეიძლება მოხერხებაში. მადლობთ. ადგილობრივ მედია შეიძლება გამოგიჩინოთ. თქვენ ძალიან ომის გამოძიების შესახებ რადიო თავისუფლება გაგაცნობთ. ომის გამოძიების შესახებ საუბრობთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ცხინვალის და რუსეთის ფედერაციას აპირებს ჰააგის მიმართვას. ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური მიმართულებით შეიძლება. ვარქებთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული აი ამ ომის შედეგების გამოძიება მისცემს პოლიტიკურ საფუძველს რუსეთის ფედერაციას იმის თქმისა, რომ აი ქართველებმა მართლა ჩაიდინეს დანაშაული და ასე შემდეგ. დანაშაულს არ აქვს ეთნიკური წარმომავლობა და პოლიტიკური წამს. დანაშაული არის დანაშაული. შიდა ხალხში განსაკუთრებით სოფლებში ხალხს არ აქვს სამართლიანობის განცდა. სწორედ იმის გამო, რომ ამბობენ, რომ პოლიციის უფროსები და პროკურორები რჩებიან იგივე თანამდებობაზე, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროსთან. რას თქვით ამ შემთხვევაში? როგორ გააკეთეს ხალხს სამართლიანობის განცდა? მე ვერაფერს გეტყვით პოლიციასთან დაკავშირებით, თუმცა მე შევიძლია ეს კითხვა ჩემს კოლეგას წამო და გადავცე. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, რომელიც პროკურორის ეხება, ამბობენ, რომ არ იქნება ნარკოტიკების ჩადების ფაქტები. პროკურორის მხრიდან? არა, პოლიციის მხრიდან, თუმცა პროკურორები ამას პრობლემს არ აკეთებენ. იგივე თანამდებობებზე რჩებიან, რომელიც პროკურორის არჩევება. თუ კი რომელიმე პროკურორს ან არის, ან იქნება საჩივარი, როგორც გითხარით, ჩვენ შევქმნით სპეციალური ჯგუფი, იმისთვის, რომ მოსახლეობა დიდხანს არ იყოს კითხვის ნიშნებში, რომ თითოეული საჩივარი იქნეს სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად პროკურორმა თუ ამის შესაბამის შედეგი და გამოძიებისას თანამდებობას დატოვოს, როგორც მინდა. მაგრამ განცდა იმის, რომ ყველა პროკურორი ცუდია არსებობს, რომ ეხლა ჩვენ უნდა გადავიდეთ მოსახლეობასთან ერთად კონკრეტიკაზე. ვინ არის ცუდი, რა ჩაიდინა, როდის და ფაქტებია საჭირო. მე არ ვარყოფ იმას, რომ სადაც თქვი, რომ ამ 5 თუ 6 თვის მანძილზე პროკურატურაში სათანადო მასშტაბის საკადრო ცვლილებები ვერ მოხდა. ვერ მოხდა იმიტომ, რომ ერთის მხრივ არის მოთხოვნა იმაზე, რომ გამოძიებელი საქმეები იყოს გამოძიებული. ჩვენ დღესვე შეგვიძლია ყველა პროკურორი გავთავისუფლოთ, მაგრამ ეს ვერ შეუწყობს ხელს იმას, რომ გამოსაძიებელი საქმეები იქნას გამოძიებული. ამ საქმეებს უნდა ვერ გამოიძიოს. ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურის გამოძიებელმა და პროკურორი არის საჭირო სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. ამიტომაც ჩვენ ავირჩიეთ უფრო მისაღებ გზა საზოგადოებრივი ინტერესებმა მიმდინარე და კი სხვადასხვანაირი ინტერესი დაგროვდა ჩვენთან. თუ კი რომელიმე პროკურორს ეკნება მტკიცებულება, შესაბამისი ჯგუფი ამას განიხილავს, გამოიძიებს და როგორც პროკურორი ჯავახიშვილის შემთხვევაში,
ჯგუფმა დადო პირველი შედეგი. რამდენიმე ხანში მომდევნო პროკურორების საქმეები დაიდება, ნელ-ნელა სიტუაცია გაიცნება. მეტყველად არ ვახსენებ ეხლა სიტყვად, რომ ყველაფერი ეს მოითხოვს დროს. ის ადამიანები, ვინც არიან უკმაყოფილოები, პროკურორების წარსული თვალსაჩინო საქმიანობით გამოსავალი არის ერთადერთი, რომ მათ მომართონ ამ ჯგუფს შესაბამისი კონკრეტიკით. ჩვენ სტატისტიკური